არსებობს საქმე, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მარი ვარამაშვილი, საფარის იურისტი, ქალთა და ბავშვთა უფლებადამცველი. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ძალადობა გამოვლილ ქალებთან, ბავშვებთან მუშაობას და ხშირ შემთხვევაში ეს არის ყველაზე მძიმე кейსები და თითქმის უიმედოც კი ყველაზე დიდი სირთულეები დაიწყო მაშინ, როდესაც პედოფილის საქმეებზე მუშაობა დავიწყე. ამ საქმეების მერე სხვა ადამიანი გავხდი. ხო, მე მინახავს ამ ბავშვის თვალები, მე მინახავს როგორ გიყურებს, მაშინაც კი როცა მის გარშემო ბევრი ადამიანია, მაგრამ შენგანი ელოდება ხსნას, შველას, დახმარებას და აი ამ იმედის გამართლება არის ხოლმე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ თავს მე ვაკისრებ. წარმოუდგენელი ამბავი იყო, რომ 14 წლის მერე, მაშინ როდესაც ბავშვი თავდაპირველად იყო 7-8 წლის და მამამისი მასზე სექსუალურად ძალადობდა, შეძლებდა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ეს იყო ყველაზე რთული, ყველაზე მძიმე, ემოციურად, საქმის კუთხითაც პროცესი, თუმცა იქ სადაც შეიძლება იმედი არ არსებობდეს, ჩემი ძალისხმევა უნდა ჩანდეს და ჩემი ძალისხმევა უნდა ჩავდო იმისთვის, რომ ყველაზე მინიმუმ ის მაინც გავაკეთო, მისი გაკეთებაც ვიცი, რომ შემიძლია და სრულად ამოვწურო ყველაფერი. როცა ვიცი, რომ მომხდარია დანაშაული და ეს ამბავი ამბად მაქვს გონებაში, ესეც ურთულესია, მაგრამ სწორედ როგორც აღვნიშნე, აი ეს გამარჯვება ყველაფრად ღირს, იმიტომ რომ მე ყველა სიტყვა მახსოვს, ყველა მოსამართლის გამოცხადებული განაჩენის, რომელმაც ძალიან რთულ პერიოდში მომცა ძალა და ყველა ის უძილო ღამე, ყველა ის შფოთვა, ყველა ის სტრესი დამავიწყა, რომელიც იმ პროცესებამდე გამოვიარა და ხო, აი ეს ძალა, ეს ჩემი ჰოკრუქსები და ის კარგი მოსამართლეები, რომლებსაც შეუძლიათ რომ სამართალი აღასრულონ, არის მამოტივირებელი ძალა იმისთვის, რომ უკან არ დაიხიო და ხო, რაც არ უნდა რთული იყოს საქმე შეეჭიდო ბოლომდე.